გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს medali მოიპოვეს. ასპარეზობა 17 წლამდელთა შორის მიმდინარეობდა. საბა მინდიაშვილი 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. გორელი სპორტსმენი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების დროშის ქვეშ ასპარეზზე უმარ რაბადოვთან დამარცხდა და ვერცხლის medalს დაეუფლა. რაც შეეხება ბრინჯაოს, თემურ თუთარაშვილის ანგარიშზია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ქართველმა მოჭიდავემ უკრაინელი დაამარცხა. საპრიზო ადგილებზე ორივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია და მათი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა. ევროპის ჩემპიონატი მაკედონიის ქალაქ სკოპიეში ჩატარდა. მოგახსენებთ, რომ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის, სადაც ჩვენი დარბაზის 4-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 2-მა 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში საბა მინდიაშვილმა შეძლო და ვერცხლის medali აიღო და მეორე თემურ თუთარაშვილმა 55 კილოგრამში ბრინჯაოს medal-ის აღებით დაამთავრა ევროპის ჩემპიონატი. სადღაც დაახლოებით თვენახევარში ამ ბიჭებს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მოუწევთ მსოფლიოს ჩემპიონატის ჭიდაობა 17 წლამდელთა შორის. მე ვარ საბა მინდიაშვილი, მაკედონიის ქალაქ ლოუტრექში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის, სადაც ვასპარეზობდი 45 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჩავატარე 3 შეხვედრა, 4 შეხვედრა, 3 გავიმარჯვე, მაგრამ სამწუხაროდ ფინალში რუს მოწინააღმდეგესთან დავმარცხდი და დავჯერდი მეორე ადგილს. რაც შეეხება მომავალში ვექნება ზღორები და მომწადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, საიდანაც ვეცდები რომ medal დავბრუნდე. რაც შეეხება ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს გიაცნო არჩილ ბარამიძეს, რისი ძალიან დიდი წვლილი არის რომ მე ამ გზაზე ვარ და ყველა იმ ადამიანს ვის ამ შედეგში შეიტანა. მე ვარ თემურ თუთარაშვილი. მაკედონიის ქალაქ სკოპიეში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ვიასპარეზო 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მომიწია 4 შეხვედრის ჭიდაობა, საიდანაც ერთში დავამარცხდა და დავჯერდი ბრინჯაოს medal-ს. ესთვისაც დიდი მადლობას ვუხდი ჩემს პირადად არჩილ ბარამიძეს და მათ ვინც ჩემს გვერდით იყო ამ პერიოდში, ჩემს ოჯახს და ჩემს მეგობრებს.